მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემ მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ რისთვის გამზადებს ბედი. ვნახოთ რა სიგნიფიკაციაში ხართ თქვენ ახლა, ანუ რა ენერგიებში ხართ, ვნახოთ ახლა და მე უკვე დავუსვათ კითხვები ტაროს და ვნახოთ ახლა ჩვენ რისთვის გამზადებს თქვენ ბედი. ახლა რისთვის იქნება ეს გაშლა, ვნახოთ. ისთვის იქნება ეს გაშლა. ნუ, აქ არის მშვენიერი, უმშვენიერესი ქალბატონი. ძალიან მშვენიერი და გოგოებზე დავიწყოთ. ძალიან მშვენიერი ქვერთხების დედოფალი, ნახეთ. მაგრამ ეხლა ხართ, როგორ იცით, პრინც აქ ეგრევე მაჩვენებს ქალი, რომელსაც ამზადებენ, ნამდვილად ფიქრობს, ოცნებობს. შეიძლება თავის იმპერატორზე ფიქრობს, ოცნებობს. ნუ აქ როგორ არის, იცით, ნუ შეიძლება ზოგი ფიქრობს თავის იმპერატორზე, ზოგი ფიქრობს ახლა ახალი იმპერატორზე რა, რომელიც ზოგი შეიძლება ახალი უნდა რო თქვათ მოვიდეს სამყარო მისცემს, შეიძლება რაღაცები აქ ჩაფიქრებული, ხო? ზოგი შეიძლება ფიქრობს იმაზე, ვინც შორს ყავს სადღაც, ან ვისაც შეიძლება ურთიერთობა დასრულდა, ეგრეთ შეიძლება თქვათ. ამავდროულად შემიძლია თქვა ისეთი რამე, რომ თქვენ თვითონ ხართ როგორ ენერგიაში, იცით? ანუ როცა თქვენ მზად ხართ რაღაცა გლობალური გააკეთოთ, რაღაცა ჩაფიქრებული გაქვთ და სთხოვთ სამყაროს, რომ ძალიან გთხოვ, რომ შემისრულე ეს თხოვნა, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო იმისთვის თქვა სასიყვარულო თემა შეიძლება ასუაც არ იყოს, უბრალოდ თქვენ ხართ ისეთ ენერგიაში, რომ მე თვითონ აი კაცურად ვაგებ პასუხს ჩემს ცხოვრებაზე, მე თვითონ ვქმნი ჩემს ცხოვრებას და მე ვთხოვ სამყაროს, რომ დამეხმარე ყველა ჩემს ჩანაფიქრში რა, რომ ყველაფერი რომ ამისრულდეს აუცილებლად. კი, აქ ნამდვილად რაღაცა გზავნილებსაც აგზავნით სამყაროს რა. ძალიან მაგარი იქნება ეს გაშლა, შეიძლება даже იყოს იმათთვის, ვინც აპირებს წამოსვლას ჩემთან ტრენინგზე, ნამდვილად, იმიტომ რომ სულ როგორც გითხარით, ძალიან მაგარი ახალ ტექნიკებს მოგცემთ. და აი შეიძლება თქვენთვის უეჭველი იქნება ეს, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ქალი არის, რომელიც აი ეხლა როგორ ხართ, იცით, აი მართლა ფიქრობთ იმაზე, რომ აი რაღაცა წერილებს აგზავნით სამყაროს, მართლა აი წერილს, ფიქრს, რაღაცა თქვენს აზრს, რაღაცა შეიძლება წერთ რა, ისეთ რაღაცებს, აი რაღაც გლობალური გინდათ, იმიტომ რომ იმპერატორი არის ესეთ ენერგია, ძალიან გლობალური რა. როცა გლობალურ რაღაცაზე ვფიქრობ, ნუ ზოგი ხო გეუბნებით, აი ბანალურად ფიქრობს შეიძლება თავის იმპერატორზე. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რომელი მნიშვნელოვანი მოვლენის კენ ახლა მიდიხარ თქვენ, აი მიდის ახლა ახლა თქვენი გზა, ეს ახალი მოვლენა რომელი იქნება, საით მიდიხარ თქვენ, რა უნდა მოხდეს უახლოს პერიოდში, ვნახოთ ან რა ნიშანი, ან რა მინიშნებები იქნება სამყაროსგან, სხვათა შორის, აი ვინც ეხლა დღეს მიყურებს, მე ამ დღეებში აუცილებლად ჩავატარებ კაი ვებინარს თქვენთვის აქ YouTube-ზე, ზუსტად ამ სამყაროს ნიშნებზე. ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ ნიშანს, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი და რომელიც რაღაცას მეტყველებს და ჩვენ ვერ ხვდებით. ამაზე გეტყვით თქვენ აუცილებლად რაღაცებს მოგიყვებით რა. ანუ ვნახოთ ახლა შეიძლება, ანუ ეს რა ნიშნები, რა უნდა გაიგოთ თქვენ, აი ახლა რა არის ესეთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაიგოთ თქვენ ეხლავე. შინაგანად რისთვის უნდა იყოთ მზად, იმიტომ რომ ეს ძალიან მართლა მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი გადადის ახალ ეტაპზე, მაგი უნდა იყოს სრულიად მომზადებული რა, ისე არ არის, რომ აი რაღაცა ჩავიფიქრე და ვერ ვიძახოთ რატო არ ხდება, იმიტომ რომ მომზადებული უნდა იყოთ რა. ვნახოთ ახლა როგორი ცვლილებები უკვე არის თქვენ ცხოვრებაში, უკვე იწყება. რა შედეგები წაგიყვან თქვენ, ანუ ამ ახალი გზისკენ, რა შედეგი იქნება, რომელიც მიგიყვანთ უბრალოდ სწორედ და რა იქნება დამადასტურებელი, რომ სწორ გზაზე ხართ.
всё. ну, იმპერატრიცა, რომელსაც აქ ნამდვილად ხა რაღაცა გულში ჩაფიქრებული და განულებული არის. მაგრამ რაღაცა აი, ну, გინდათ რა, აი ახლა თქვენ ხართ როგორ იცით, აი ძალიან ახლოს ხართ თქვენ სულთან. აი ძალიან ახლოს ხართ თქვენ სულთან და ძალიან მართლა გინდათ რომ წინსვლა გქონდეთ. ну, ვნახოთ ჩვენ ახლა. დავიწყოთ ახლა, ანუ რა მნიშვნელოვანი მოვლენისკენ მიდის ახლა ჩემი გზა. ну, აქ მართლა გადადიხარ თქვენ რაღაცა ახალ ეტაპზე, 6-იანი ხმარების ეს ყოველთვის ის არის, როცა ადამიანს აქ უკვე რაღაცა გამოცდილება, უკვე აქ რაღაცა თავისი ბაგაჟი აქა და ნამდვილად მიდის უკვე ეს ადამიანი, ანუ თითქოს რაღაც ახალ ეტაპზე, ანუ ისიც გვაჩვენებენ, რომ ну, მოვლენას ახლა ვნახავ, ახლა ჩვენ საერთოდ მიყავ ხარ თქვენ ბეც, მაგრამ მაჩვენებენ ამით, რომ ეს მართლა მნიშვნელოვანი, ეს არის უკვე როცა ადამიანს ბევრი რამ აქ გამოვლილი, ბევრი რაღაცები გაქვთ უკვე ნაფიქრალი და ეხლა უკვე ნამდვილად თქვენ ან თქვენი ბაგაჟით მიდიხართ წინ. ну, ნახოთ ახლა ჩვენ, აი აქ ავიღებ კიდე დასტას, მაჩვენეთ, აი კი გავიგეთ რომ მიდის ეს ადამიანი სადღაც, ну, იმიტომ რომ აქ შეიძლება ზოგისთვის ნახეთ, ახლა ნუ პრინციპში რომელიც მოვლენა, ხო? აქ შეიძლება ზოგი დაუშვოთ, გადადეს სხვა სამსახურში, ზოგი შეიძლება გადადეს სხვა, თქვა, ქალაქში გადადეს, სხვა ქვეყანაში შეიძლება გადადეს, გაიგეთ? აი ეგაც თქვა, ან ტოვებს იმ ადგილს, სადაც ეს, ну, იყავით თქვენ დაუშვოთ, ახლა, ну, ცხოვრობდით რა, გადადეხართ. ну, ნახოთ ახლა ეს მოვლენა მაინტერესებს. რომელ სფეროში? აქ რას მაჩვენებენ, იცით, აი და არც გავხსნე. აქ ეს ძალიან საინტერესო არის, ნახეთ. მაჩვენებენ იმაზე, რაზეც შენ ფიქრობდე, რაზეც შენ არსებობდე და ჯერჯერობით ცოტა ხანი გაჩერდე და შენ დაენახავ, შენ თვითონ ბედი გაგიხსნის ყველაფერს. გაიგეთ? ну, იყოს საიდუმლო რა, საინტერესო. თან ახლა საჯარო გაშლაში ვიცით ჩვენ რომ ჩვენ სულ ყველას გვაქვს ჩვენი რაღაცა ამოცანები, მაგრამ აქ მეუბნები ისეთი რამე მოხდება, რაზეც შენ არც იოცნებებდი. და აქ თვითბედი დაგანახებს ყველაფერს, ანუ ყველაფერი შეიძლება. ყველაფერი აბსოლუტურად შეიცვლება. ну, მე-16 არკანი კიდე მაგას გვეუბნება, რომ საერთოდ მართლა უდიდესი ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში. ну, ეს ძალიან მაგარია. რა უნდა მოხდეს უახლოს მომავალში, ამ უახლოს პერიოდში, ვაიმე, ნახეთ, თასების დედოფალი. ეს რას გვეუბნება? ან შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს სიყვარული. კიდე, აქ თასების დედოფალი, ნახეთ როგორია, შეიძლება თქვენში გაიხსნება რაღაცა ისეთი, რაც თქვათ, იყო დახურული. შეიძლება თქვენ რაღაცას ისეც გაიგებთ სამყაროდან, რაც არ გაგიგია, ახალი ენერგიებით შეივსებით. შეიძლება თქვენ თვითონ აირჩევთ რაღაც ესეთ პროფესიას, თქვა დაუშვოთ, აი რაც არ გეოცნებიათ და გახდებით თქვენ თვითონ თქვა დამხმარე პროფესიის სპეციალისტი. იმიტომ რომ თასების დედოფალი, მithumetes ამაში, აი აქ ამ დასტაში ეს არის აი ძალიან მაგარი არკანი. ну, გვაჩვენებს რას, იცით, აი სხვანაირად ცოტა კიდე გვაჩვენებს, რომ აქ ადამიანი შეიძლება დაუშვოთ პრაქტიკებს დაიწყებთ ისეც, რომელიც აი არ გეოცნებიათ. ну, მაგალითად, ახლა ისევ რომ დაუბრუნდეთ ჩემ ტრენინგს, მართლა ისეთი პრაქტიკები გამიხსნა ამ ბოლო დროს, რომელიც მე კი, აი როგორც მივხვდი რომ ვაკეთებდი, მაგრამ ვერ ხვდებოდი თუ ვაკეთებდი. გაიგეთ? აი ხა თითქოს დამილაგდა და უკვე შემიძლია სხვებსაც ახლა გავცე ეს ცოდნა და დავეხმარო, იმიტომ რომ უფრო მივხვდი სად, როდეს, რანაირად, რა დროს ეს ყველაფერი ხდებოდა და რა თანამიმდევრობა უნდა მაგას და ასე შემდეგ. ну, თქვენ შემთხვევაში შეიძლება თქვენს დაუშვოთ, გაიგებთ რაღაცა აი ასეთ საინტერესო რამეს რა. ну, კიდე შეიძლება, ანუ რა უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება კიდე მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ. ну, გამარჯვებული ხართ თქვენ. აი უფრო რასაც გითხარით რა. აი თქვენ შეიძლება არ გჯეროდათ, ხო? და შეიძლება თქვათ, ახლა რა უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თქვენ აი ნამდვილად დაუშვეთ, ახლა აი სამყაროს აკაც ხოვთ თქვით ჩვენ რომ თქვენ სამყაროს რაღაცას თხოვთ თქვენ, აი აქ.
ხო? რაღაცებს. აი აქ ისეთი რამე მოხდება, რომ თქვენ თვითონ გააოცდებით რა, რომ ეს თქვენი გზავნილი, რომელიც თქვენ გაუშვეთ სამყაროს, თქვენ ნამდვილად, აი даже თუ არ გჯეროდათ, ხო? რაღაცა მომენტ მოხდება, იმიტომ რომ ნახეთ ახლა ამაზე კი აგიხსნით, მე უკვე ტრენინგზე ვით წამოვა. არის როგორ ჩვენ შეიძლება აი რაღაცები ჩავიფიქრა, აი ზოგი მეუბნები ამბობს, რომ ნუ დამინახე რომ წერენ კომენტარებში, რომ აი მე ბევრი რაღაცები ჩავიფიქრე, მაგრამ არ მოხდა. ამას ბევრი მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, რატო არ მოხდა, მაგრამ ერთ-ერთი კიდე მიზეზი არის ისეთი, რომ ჩვენ როცა რამეს ჩავიფიქრებთ, მე გვინდა რომ იმ წუთში მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ როგორ ხდება? ანუ სამყარომ კი მიიღო ეს შენი თქვათ წერილი, მაგრამ აი მიწერ დონემდე რომ ჩამოვიდეს, ხო? აი ცოტა დრო სჭირდება, როგორც თქვენ ახლა თქვათ, სადმე ინტერნეტში რაღაცა რო იყიდეთ, გადაიხადეთ, მე ელოდებით, ხო? როდის უნდა მოვიდეს, ხო? აი, მაგრამ იმ წუთში ხო არ მოდის, იმიტომ რომ ინტერნეტში შენ მაღაზიაში კი ეგრევე იყიდე, წამოიღე სახში და ინტერნეტში როცა შენ დაუშვ რამეს უკვე და შენ დრო გჭირდება. აი ესე მუშაობს ეგაც რა. ამიტომ აქ ვეუბნებიან, რომ ისეთი გახარებული იქნები და ისეთი რაღაცას მიიღებ შენ სამყაროსგან, რადგან შეიძლება ქონდა ეჭვი რომ მოხდება, არ მოხდება, ჭობდე, მაგრამ ძალიან გაგეხარდება 10-იანი თასების, გაიგეთ ახლა ხურავს ამს ყველაფერს. ნუ შემდეგი ვნახოთ როგორი რა ნიშნებს ან მინიშნებებს გაძლევთ თქვენ სამყარო. აი კიდე 5-იანი. აი ზუსტად ეს მომენტი არის, როცა შენ ეჭვი გეპარება. ნახეთ ეს როგორ არის, აი შპოთვა. პლუს კიდე ნახეთ როგორი მომენტი არის. აი თითქოს ეს ნიშანი როგორი შეიძლება, ნუ ეხა არ ჩაუღრმავდები, ვისაც აინტერესებს მართლა ეს თემები კი შეხვდებით და აგიხსნით ყველაფერს, მაგრამ ასე ორი სიტყვით შემიძლია გითხრათ, რომ აქ შეიძლება რაღაცა აი უნდა მივხვდეთ, რომ თქვენ ან რაღაცა წინსვლა გაქვთ უკვე და რაღაც ან ცეცხლი რაღაცა თქვენში აენთო და რაღაცა ფიქრობთ, რომ აი სადღაც შეიძლება даже როგორ იცით, აი დატოვეთ რაღაცები თქვენ ზურგს უკან და წახვედით წინ. აი ეგაც რაღაც უნდა იყოს, რომ აი თითქოს მოვერიე რაღაცას რა. ეს ძალიან საინტერესო შეგრძნება სხვათა შორის რა, ეს ნიშანი, რომ ანუ შეიძლება ნახათ ეს даже როგორ აი ყველა რაღაცას გეუბნებოდეთ თქვენ, რომ არ გამოგივა, ეგ არის სისულელი, აი თუნდაც რაღაცას სწავლა დაიწყეთ, ხო? ან რაღაცას თქვათ, ახლა ახალ სამსახურში გადასვლა მოიხდით, თქვათ ბიზნესზე ფიქრობთ, ნუ რაღაცაზე, ხო? და გეუბნებოდეთ, რა სისულელეებს ლაპარაკობ რა, არ გამოგივა, მაგრამ თქვენ თითქოს აი ყველაფერი ზურგს უკან დატოვეთ და მაინც ადეხარ წინ და გრძნობთ რაღაცა ეს შეგრძნება გაქვთ ისეთი გულში აგენთოთ რომ ნამდვილად გრძნობ რომ არა ჩემ ცხოვრებაში აუცილებლად ეს მოხდება იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ აი შეიძლება ეგეთი ეს არის უკვე ძალიან კარგი მინიშნება რა უნდა რა არის ახლა ის მნიშვნელოვანი თქვენთვის რაც უნდა გასაცნობიერებელი თქვენთვის რა ახლა აი რა უნდა გაიგოთ აი ეს ზუსტად აი ეს რომ უნდა დაელოდოთ რომ აი რაც მე გეუბნებოდი წეღან რომ არ ხდება უცბად თქვათ ახლა ის რაც ჩვენ ჩავიფიქრეთ იმ წუთში არ ხდება ეს ყველაფერი სჭირდება დრო ნუ პრინციპში მე უკვე გითხარი თქვენ რაც არის აქ აუცილებელი რა და ვნახოთ ახლა შინაგანად რისგან უნდა იყო თქვენ მგზად შინაგანად აი ზუსტად რამე რა ძალიან მაგარი გაშლა ვერ აგიხსენებთ მართლა როგორი მაგარი გაშლა არის ეგა შინაგანად თქვენ უნდა გჯეროდეთ უნდა ენდოთ სამყაროს რომ თქვენ რაც ჩაიფიქრეთ რაც თქვენ გინდათ ის აუცილებლად მოხდება ეს მართლა ძალიან მაგარი ტექნიკა გასწავლეთ აუცილებლად როგორ უნდა თქვენ ეს იცოდეთ რომ აი ეს აქ ძალიან მაგარი პენტაკლი რა არის რა ქვია ხმალების ტუზი აი ძალიან მაგარი და ზუსტად მაგას გვეუბნება რომ ანუ შინაგანად რის უნდა იყო მზად, რომ რაც მე ჩავიფიქრე და გავუშვი სამყაროში, ის აუცილებლად დამიბრუნდება. ძალიან მაგარი პოზიცია, ძალიან ძლიერი გაშლა სხვათა შორის დღეს. ნახოთ ახლა როგორი უკვე ცვლილებები იწყება თქვენს ცხოვრებაში, როგორი ცვლილებები და აი ნახეთ. კოშკი, აქაც კოშკი გვაჩვენეს, ანუ კოშკი რას ნიშნავს, როცა შეიძლება
ყველაფერი რაც შენ უკვე აღარ გჭირდება შენი ცხოვრებიდან მიდის ეს შეიძლება იყოს დაწყებული ურთიერთობები შეიძლება სამსახური შეიძლება რაღაცები აი თქვათ ნუ даже ახლობლებიც ანუ რა არის იცით თქვენ როცა გადადეხართ სხვა ვიბრაციებზე უკვე ანუ ეს რას ნიშნავს თქვენ უფრო იმაზე მეტი გინდა ვიდრე სხვებს და თქვენ უკვე რაღაცას მზად ხართ რომ გააკეთოთ რა თქმა უნდა შეიძლება დაკარგოთ უკვე ის რაც თქვენ სამყაროს თვალსაზრისით თქვენ არ გჭირდებათ რა. ამიტომ ნუ დააკვირდით თქვენი ცხოვრების პერიოდს რა. ის მეგობარი რომელიც იყო თქვენთან დაუშვოთ 10 წლის წინ დღეს არის თქვენს გვერდით, შეიძლება ზოგი არის. მაგრამ ზოგი აი თქვა შეიძლება даже კარგი ურთიერთობაც ქონდა, მჭიდრო ურთიერთობა ქონდა, მაგრამ აღარ არის თქვენ ცხოვრებაში. საერთოდ შეიძლება რაღაცა ნუ რამე გესმით მაგაზე თქვა ან იცით, მაგრამ შეიძლება არა. მაგრამ შეიძლება პერიოდი იყო რომ ყოველდღიური ურთიერთობაც ქონდათ, ხო? მაგრამ ეხლა მოხდა ის პერიოდი რომ უკვე აღარა გაქვთ ასეთი კონტაქტი. აი ზუსტად ეს მომენტი არის რომ თქვენ გეუბნებით რომ აი ეს ცვლილებები თქვენ უკვე უნდა ნახოთ რომ შეიძლება даже ზოგისთვის ნახოთ შეიძლება ავად იყავით, იმიტომ რომ აი უცბად დაუშვათ ავად გახდეთ და ისე როგორც გახდეთ ისე გამოჯამრთელდით, ხო? ანუ ეს სამყარო ყველანაირად თქვენ გაჩვენებთ რომ რაღაცა შენში იცვლება შეიძლება იმ პერიოდში შენ ავად რო იყავი რაღაცა გაიგე ანუ დააკვირდით თქვენ თვითონ ეს უეჭველი რაღაცა უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან იმიტომ რომ როცა შენ გადადეხარ უკვე ახალ ეტაპზე ხო აქ ყველა ვარიანტში ნუ ეს ცვლილებები იქნება აუცილებლად რა იმიტომ რომ ყოველთვის როცა შენ გინდა ახალი ჩანთა იყიდო ჯერ ძველი უნდა გადააგდო ნუ ეს ძალიან ბანალური მაგალითი არის რა ასე რომ ვთქვათ რა ამიტომ ნუ განიცდით მაგას მტკივნეულოდ უბრალოდ უნდა მიიღოთ რომ ნამდვილად კი არის ზოგჯერ დასანანი მაგრამ ნუ თქვენ თვითონ იზრდებით და როცა იზრდებით უნდა იყოთ მზად რომ რაღაცა შეიცვლება აუცილებლად რა ნახოთ ახლა რა შედეგია წაგიყვანს საუკეთესო გზისკენ რა შედეგი ნუ აქ სასიყვარულო თემაც რაღაცა შეიძლება მართლა ვიღაცასთან შემოვიდეთ რომ ვინც ელოდება თავის თქვა იმპერატორს და სთხოვთ თქვენ აუცილებლად იქნება შედეგი აი ასეთი მე ძალიან მიყვარს ამ დასტაში ეს საერთოდ ეს არკანი აქ მე-6 არკანი აქ даже მე რაღაც იცით როგორ არჩევანი კი მაგრამ აქ მე-6 ენერგია კი არის ახლა არჩევანი მაგრამ აქ даже აი აქ ჩემთვის რაღაც ძალიან ღრმა და ძალიან სერიოზული ენერგია მომდის აი იციან ხოლმე ზოგმა ორიან პენტაკლების რო დაინახავენ ой პენტაკლების მეთქი თასების რო აი მონათესავი სულები და ის რო არის რა ქვია არა ტყუპების სალები ნუ ეს სისულელე აი იმიტომ რომ იქ ვაფშე საწყისი არის ყველაფრის იქ ის ნონსენსი აი ამას უფრო კიდე ვეტყოდი რომ აქ რაღაცა ძალიან ძალიან ისეთი შეიძლება ქონდეს ადამიანს აი სწორი არჩევანი კი ну სიყვარული აქ ხო თქვი რომ სიყვარული ორიანი თასების მიდასტურებს აქ ვიღაცას შეხვდება ძალიან მაგარ აი ამ ეტაპზე შემოგივა თქვენ ახალი სიყვარული შეიძლება თქვენ თუ დაუშვათ ნახეთ ახლა გეტყვით ეს იქნება ვისთვის თუ დაუშვათ თქვენ დაშორდეთ ადამიანს ხო შეიძლება დაასრულეთ ურთიერთობა ის იყო მტკივნეული თქვენთვის ხო ეს იყო და თქვენ შეიძლება даже არც გჯეროდათ რომ აი საერთოდ ჩემ ცხოვრებაში ვინმე შემოვა ან ვაფშე მინდა არ მინდა რაღაც პერიოდები იყო ხო თქვენ ცხოვრებაში მე შემიძლია გითხრათ რომ ნამდვილად აი აქ ისეთი ცვლილება წავალთ აი თითქოს ისე გაასუფთავებ თქვენს ველს რომ აქ შემოდის ახალი ურთიერთობა და ახალი სიყვარული თქვენ ცხოვრებაში მართლა აქ თითქოს სამყარო თვით სამყარო გიგზავნით თქვენ და იმიტომ თქვენს რომ ისეთი რაღაცა იქნება რომ შენ ვერც წარმოგიდგენია საერთოდ შენ ცხოვრებაში ეგეთი რამე არ ყოფილა ეს გოგოებო და ბიჭებო ნუ მიიღებთ როგორც ზღაპარი მართლა ეხლა ტარო ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი რას ფიქრობ შენ ნუ ამაზე ეხლა არ მინდა დავაკავო იმათი დრო ვისაც ეს ვაფშე ეს თემები არ აინტერესებს და არ სჯერა ხო იმ თქვათ და ნუ თუმცა ჩემ არხზე არ არიან ეგეთი ადამიანები ძირითადად უფრო ვინც ეხლა ჩემნაირად მოაზროვნეები არიან ხო მაგრამ მაინც მინდა გითხრათ რომ აი ეგეთი სიტუაცია და ნუ ნახოთ ახლა რა იქნება დამადასტურებელი რომ თქვენ მიდიხართ სწორი გზით
ბედნიერება, ნახეთ, 10-იანი თასების. 10-იანი თასების, ანუ ეს რას ნიშნავს, როცა შენ თვითონ უნდა იგრძნო ის, რომ შენ კარგად ხარ. ნახეთ, ანუ შენ თუ ხარ ეხლა ისეთ მდგომარეობაში, რომ აი ძალიან ცუდად და რაღაც არა. კი, აი აქ კოშკი როცა არის, კოშკების დროს კიდე როგორი თემა, შეიძლება სხეულზეც გქონდეთ, ფიზიკურადაც განიცადეთ რაღაცა, შეიძლება გტკიოდეთ რამე სხვათა შორის. შეიძლება წნევები გქონდათ, შეიძლება თქვათ რაღაცა, ну, რა ვიცი, ხელის ფეხის ტკივილი გქონდათ, ხერხემლის ტკივილი, წელი გტკიოდეთ. აი ეს კოშკი არის, იმიტომ რომ ორგანიზმი, ნახეთ, თქვენ როცა სხვანაირად იწყებთ ფიქრს, ხო? თქვენ როცა სხვანაირ ვიბრაციებზე გადაადიხართ, თქვენ ამით, ესე იგი, ტოვებთ თქვენ ძველ პროგრამებს. და ძველ ანუ უარყოფთ რა, უარყოფთ, რომ არ მინდა მე ეს ნამდვილად მე ვუარყოფ, მე ვტოვებ უკან, მე მივდივარ წინ, იმიტომ რომ მე მინდა ეს სიცხლე უკვე აინდო ჩემში, გაიგეთ? და რა თქმა უნდა, მე უკვე სხეული, რომელშიც იყო ბევრი ეს პროგრამები იჯდა თქვენ სხეულში, ისინი იწყებენ წინააღმდეგობას. ეს არის აი როგორ იცით ბიო და ქიმიური რაღაცა პროცესებიც იწყება ორგანიზმში, იმიტომ რომ მიჩვეული იყო, იყვებებოდა ორგანიზმი სულ აი ამ უარყოფით რაღაცა დადგენილებებით. ანუ ჩემთვის ეს არ შეიძლება, ეს მარტო ფული მარტო მდიდრებისთვის მე დავიბადე, როგორც არის ჩემი ბედი ისეთია და აი რაღაცა ეგეთი, მაგრამ შეიძლება თქვენ დაიწყეთ ამის შეცვლა აი აქ, რომ არა, მე ვიცი რომ შემიძლია უფრო მეტი ვიყო, უფრო მეტი მქონდეს, მე ვარ ღირსი იმისი, რომ ყველაფერი კარგი შემოვიდეს ჩემ ცხოვრებას და აი როცა შენ ამას აკეთებ, შენ ახლა ანუ არ ვიცი ქართულად როგორ რამდენად სწორედ ვიტყვი, ახლა ეს ნეიროუჯრედები და ეს ხაზები, ეგენიც იცვლება. ნეიროკავშირებიც, ხო? იცვლება და ამიტომ რა თქმა უნდა ეს სხეულშიც ეს ყველაფერი იცვლება და ამიტომ არის ტკივილი, მაგრამ შენ როცა თუ არ დანებდები და მაინც ახლა მიდიხარ შენს გზაზე და მაინც მზად ხარ, აუცილებლად შენ მაგას აი მიხვდები, რომ სწორ გზაზე მიდიხარ, იმიტომ რომ კარგად იგრძნობ თავს. შეიძლება გეუბნებით ურთიერთობა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რომელიც აი მართლა გაგახარებს, იმიტომ რომ რიდი კიდე მიხვდებით, რომ ეს იქნება ისეთი აი არაფრის მსგავსე. ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება იტყვით, რომ ასეთი რამე არასოდეს არ ყოფილა, თქვა, შეიძლება ისეთი რაღაც სასწაულები დაიწყოს, შეიძლება ისეთი რაღაცა სიტყვები გითხრეს, ან ქმედება შეიძლება ადამიანს ისეთი გქონდეს, რომ ნამდვილად თქვენთვის არის უცხო. ნუ აი არის ყოველას ცხოვრებაში ეგეთი რაღაცა, რომ აი მართლა ვიღებთ რაღაც უცნაურად, მაგრამ აი ეს არის ეს ბიძგი ზუსტად, გაიგეთ რა ხდება და ამიტომ ნამდვილად თქვენ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი ცვლილებების წინ დგახართ და მე რა თქმა უნდა, რადგან ჩემთან ხართ, აქ ჩემ სივრცეში და თუ ბოლომდე მენდობეთ, გაგეხმარებით მაქსიმალურად, რაც მე ვიცი, იმიტომ რომ იცით თქვენ მე არ გიმალავთ არაფერს ჩემ ცვლილებებს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რაღაცას ვეძებ ხოლმე საინტერესო ტექნიკებს იმისათვის, რომ ჯერ ჩემი ცხოვრება რა თქმა უნდა რომ გავაუმჯობესო და მე უკვე როცა არის ძალიან მაგარი შედეგი, მინდა გავუზიარო სხვებს, იმიტომ რომ ну, მე თუ ბედნიერი ვარ, მინდა რომ ჩემს გარშემო ხალხიც იყოს, ჩემს სივრცეში ხალხიც იყოს ბედნიერი, ამიტომ დიდი სიამოვნებით ყველაფერს გაგიზიაროთ და მე გისურვებთ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ყველაფერს მხოლოდ კარგს.